ყველას მოგესალმებით. ჩემო ძვირფასებო, მინდოდა ჩემი დილის პატარა ნაჭერი, პატარა ნამცეცი მეჩვენებინა თქვენთვის. ჩემი დილა ყოველთვის ასე იწყება ხოლმე. ჯერ საწყობთ აღშენამებას წინავს სკროლვით, მაგრამ მე როგორ როცა ევას გაიხვეწებ, სანამ ვიდეოს ჩავთავ, აი ესეთი ამბავია ხოლმე. აქ ერთი ჭიქა ყავა უკვე დალეული მაქვს და ახლა წყალს მივირთმევ თან TikTok-ზე. ვიღაც ახალი გოგო აღმოვაჩინე და მას ვუყურებ. არა, მას უკვე ვუყურე, ახლა ძველს ვუყურებ, რომელიც მიყვარს. ანუ ეს რუსული TikTok-ია ეს ყველაფერი. მე ძალიან ცოტა ხანია რაც ქართულ TikTok-ზე გადმოვედი და ბევრ ადამიანს არც ვიცნობ, ზოგადად რუსულ TikTok-ს ვუყურებდი ხოლმე აქამდე. ხო, და ესე ევამ და მითხრზე მინდაო და ესეთი ლამაზი საყვარელი მშვიდი დილა გვაქვს ხოლმე ჩვენ ყოველთვის. სხვათა შორის ევას ძალიან უყვარს რძე და ძალიან მომწონს. მიხარია იქ, იმიტომ რომ ბავშვისთვის და ზრდისთვის კარგია რძე. და აი აქ შემომჩნია ვიდეოში, რომ ეს ყვავილი არის დამჭკნარი. და გადავწყვიტე რომ წამეღო. ევას აი აქ თუ შეამჩნევთ გარშემო უდევს ჩიფსი და იკითხარ ეს უდევს ბროკოლი და მარწყვი. მას აქ არჩევანი და ის ჭამს ერთ პროდუქტსაც და მეორეს და მისთვის არ არის რაღაცა ცუდი და რაღაცა კარგი. და ეს ძალიან მახარებს მე. ხო, ეს დამჭკნარი ყვავილი მოვაშოროთ, რა თუნდა ბავშვს ედოს აქ დამჭკნარი ყვავილი და რძეში დარჩა 2 წვეთი. ცოტა ვიყოღმანე, საწამე იყო ეს 2 წვეთი მაცივარში თუ სანაგვეში და გადავწყვიტე რომ მაცივარში. იმიტომ რომ რატომ დაიკარგოს თუნდაც ის 2 წვეთი. ხო. და კიდევ ერთხელ დილა მშვიდობისა, დილა პოზიტივისა, დილა სიხარულისა და დილა სიყვარულისა ყველას. მოვატყუოთ ყავა და ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე. მიყვარხართ ყველანი? დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გისურვებთ გემრიელ ყურებას. მშვიდობისა ხალხო. ესე იგი, თუ წავისვამ სახის კრემს. ახლა ვაპირებ სახის კრემის წასვლას, იმიტომ რომ პირი დავიბადე სახემა გადადგლეცილი საშინლად. ხო და როცა ვისვამ სახის კრემს, მავიწყდება წავისვა მზისგან დამცავი. წავისვა მზისგან დამცავს. მავიწყდება წავისვა ის კრემი, მოკლედ აი არ ვიცი როგორ აკეთებენ იმ ხუთსაფეხურიან რუტინას დილას საღამოს. აი მართლა არ ვიცი და მინდა რომ ვიცოდე. არა ჩემი. ეს უნდა გავტესტო დღეს ერთი მაინტერესებს სტაფილოს კორეულად თუ დამიჭრის. აი მე რას გავს მაგიდე კიდე კაი ვერ ხედავთ. და დავალაგოთ, რომ აქ დაჯდომა აღარ მინდა უკვე. ან ჩახლამური რა ხდება, მე იყოფნა აღარ მინდა. ეს საჩუს მომეწონა ეს იაფიანი კრემი 15 ლარი ღირდა და რა ვიცი მშვენიერი არც ძალიან არ მიცხიმიანებს უთხარი ცხიმიანი განისთვის მინდა მეთქი რომ არც ძალიან არ გამიცხიმიანებს თქო რომ მას მირჩია თქო და ეს მირჩია ეს დასაბანიაო და მიწერეს და დასაბანიც არის და კრემს რო ისვამენ მაშინაც იკეთებენ ძალიან ბევრი ვიდეო მინახია ამაზე და ჩვენც უწერია სახის მასაჟორი თემუზე ეანს გამოვიწერე ვაიმე რა სასიამოვნო იცი ვერ აგიწერთ ამბონი ესე იგი ბუნი როგორ წევს ხოლმე ხალხო იცით ადამიანი ვიწევს ხოლმე ზურგზე ესე საწოლში საბნის ქვეშ იცით რა საყვარელია ანუ რა დავიკერი ხალხო ეხლა მე ხო ჩემს ვიდეოს უყურებ და
მკვეთ რაც შევამჩნიე 70-დან რო დავიკელი რომ ისა სახის კანი გამიფუჭდა გეგონება ჩამობერდაო იცის ძალიან იცის და ზოგს უჯდება ანუ დროსთან ერთად რა და ზოგს ვაფშე აღარც უჯდება და აღასაშილოდ გამოიყურება ხოლმე ნუ სხვა ადგილებში ხდება ეგ თუ გინახიათ ადამიანები რომ ვერდებიან კლავები აი ეს როგორი მოშვებული აქვს ან ათრეფოტკუნა რო იყვნენ საერთოდ თუ დააკვირდეთ ადამიანები სადღაც 40-45 წლისთვის თავის მაქსიმუმ სიწონია და მერე უკვე უფრო ikleben ხოლმე რა და აი ესენი როგორი აქვთ ხოლმე ადრე რო ქონდათ აი აქ ნახეთ სერიელია ეს მთლად არა მაგრამ ეს და მერე ეს არის ხოლმე ჩამოკიდებული დაჭმუჭმული ასევე მუცელი ფეხები მაგრამ ნუ აი სახე ხა ყველაზე მეტად ჩანს ხო და სახე ყველაზე მეტად არ ხდება მაგრამ ერთ ქალს ვიცნობ YouTube-ზე ვუყურებ ეგიზაში ცხოვრობს ხშირად მithქვამს ესე იგი 45 კილო დაიკლო ოღონდ როგორ დაიკლო ის ჯერ 20 მერე 10 და ესე ნაწილ-ნაწილად წლების განმავლობაში ერთ ჯერზე კი არა და თან სულ იმატებს მერე ისევ იკლებს იმატებს იმიტომ რომ როგორც კი ჭამას დაიკლას იმატებს ინტერვალს დაკეთებს და თან იმას რომ არ ჭამს ანუ არ ჭამს ტკბილს არ ჭამს ცომს რეალურად დეფიციტი არ უყავს კალორიების მაგრამ დეფიციტი ხო გამოდის ახლა როცა ცომს არ ჭამ და ტკბილს არ ჭამ და იკლებ მაგის ხარჯზე გამოდის დეფიციტი და ისე რომ გამოთვალოს და რაღაც არ უნდა მაგრამ ახლა მესმის 64 თუ 6 წლისა და ხა შეიძლება ეზარებოდეს ანუ მე დავაკვირდი რომ უფრო დიდ ხალხს არ უყვარს ეს კალორიების ფულა და რაღაცა რა ყველაზე რა თქმა უნდა არ ვამბობ შეიძლება ხა მეც მიყურებს ადამიანი რომელიც ასაკშია მაგრამ მშვენივრად ითვლის კალორიებს ანუ მაგიტო კი არ ვიძახი უბრალოდ რა ვიცი ბევრი მინახავს რომ ესე ამბობენ რა ასაკში ხო და მოკლედ ხა ისე მოიმატა 55 კილო იყო 158-ია სიმაღლეში 55 კილო იყო 54-იც იყო და წინა ზაფხულს და ხა 62-მდე ავიდა და იმიტომ რომ დაიწყო ჭამა პასკის დროსაც ჭამდა ფუნდუშებს ტკბილებს მოკლედ რაც უყვარს რა ხო და ისა მოიმატა ისე და ეხა ისევ დაიწყო 3 კილო დავიკელიო გუშინ შემხვდა ვიდეო ამოვიღეო ესო და ტკბილეული დაიგენი რა ისო ხო ზოგისთვის ეგ არის ადვილი მე გარ მიყვარს მე ჩემს ყველაზე კაი მაინც რა ვიცი რითიც ვიკლებ პრაქტიკაში ჯერჯერობით კალორიები აი ზუსტად რო ვიკლებ რა ხო და ისა რაზე დავიწყე რას მოვაყოლე ხო და ანუ აი აკრძალვები მაგაშვება რომ ესე იგი რამდენი წელია ადამიანი უკვე დაიკლო ინარჩუნებს რაღაცა და მაინც რომ წამოახსენებს ხოლმე თავს რა ანუ აი ეს თავისი წარსული ამბობს ხოლმე ბივშვი ტალსტიკი ანუ ვისაც დიდი წონა ქონდაო ანუ ეგ ყოველთვის ჩვენთან რჩებაო რა ანუ არასოდეს ანუ ჩვენი ნაწილიაო ხო და რაზე დავიწყე დამოვიწყე და არ გადავხვევდა არ ნახა მეზარება ვაიმე საწოლის გასწრებაც მეზარება და საერთოდაც დაბრუნება და დაცინება მინდა მონტაჟის დროს მივედი მაგ მომენტზე და გამახსენდა როდესაც დავიწყე მაგას უწერენ ხოლმე სხვა ქალები ვისაც აქ ანუ მე არ ვსამბობ 5-10 კილოზე მე ვამბობ
30, 35, 40, 50 კილო ვისაც აქვს დასაკრები და ეუბნებიან, რომ აი მერე კი დაიგდებ, მაგრამ ეს კანები ჩამოგეკიდება და ეს ჩამოკიდებული კანის აშინელება და მაგიტო არ ვიკლებ და ეს ეუბნება, რომ ჩემი არ მქონდეს ჩამოკიდებული კანი, ვიყო გამხდარი და მეტად ჯამრთელი და ვიზუალურადაც მეტად მომწონდეს, ვიდრე ვიყო მქონდეს ჭარბი წონა, გადატკეცილი სახე, თუნდაც სხეული და მქონდეს ჭარბი წონა. სულ მაგას ეუბნებიან, ძალიან ხშირად ეუბნებიან, ალბათ იმიტომ რომ ისეთი ასაკობრივი ის აუდიტორია ყავს რა, რომ მეც მესმის ახლა ეგ, როცა სულ ფიქრობ ხოლმე ვინც დიდ წონას იკლებს, რომ აი რამხელა მოტივაცია, როცა დაიკედე, კარგად გამოიყურები და რამდენად გიქვეითებს მოტივაციას, როცა მაგალითად შეიძლება ტანსაცმელში ფარავ, მაგრამ მაინც რო გიწევს, ანუ დაიკელი და მაინც გიწევს, რომ დაფარო შენი სხეული, არა და გეგონა, რომ დაიკლევდი, არაფრის დაფარო აღარ მოგიწევდა და თუ ადრე ცხიმს ფარავდი და ზედმე წონას, ახლა კანს, რომელიც მოჩშვებულია და ძალიან არ მოგწონს მუცელზე, მკერდის საშინელება ემართება ხოლმე მკლავებზე და აი ვფიქრობ ხოლმე, რომ ეგ ძალიან ხშირად არის ისევ უკუმოტივაცია, ასე ვთქვათ, იმ წონის ასაკრებად, რომ ისევ შეივსო და უფრო ახალგაზრდურად ჭყალებში იგრძნო თავი და არ ვიცი ხა ვისთვის როგორ თან საკმაოდ სახიფათოც არის გააჩნია ხა რა მარტო მკერდი ან მარტო მუცელი არა, მაგრამ ვინც დიდი წონა დაიკლო, იმათ მკლავებსაც იკეთებენ, ფეხებსაც იკეთებენ და ამ დიდ ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, რომ იკეთებენ სხეულის, მე ეგ სახიფათოა სიცოცხლისთვის და აი რა ჯობია თქვენთვის ეს უკვე ადამიანი უნდა განსაზღვროს რა. კონკრეტულად შენთვის საჯობია. მე მაგალითად მირჩევნია მოშვებული კანი და სიგამხდრე, ვიდრე მაგალითად გადატკეცილი კანი და წონა და იმათ, ვისაც ხართ პატარები ასაკში, იცოდეთ, რომ გერჩივნოთ, ანუ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია წონა, მთელი ცხოვრება გეჭიროთ და არ გაუშვათ, იმიტომ რომ თუ 30 პლუსი, 40 პლუსი წონას გაუშვებ, ისევ 5-10 კილოს არ ვიძახი 20 პლუსი წონას და მე დაიკლებ აუცილებლად ეს დაეტყობა შენ სხეულს ძალიან ზუსტად და არა მარტო სხეულს სამწუხაროდ სახესაც და სახეზე კიდე ყველაზე ესეთი ძალიან სატირალია ხოლმე სახეს რო შეხედავ ისე გამოიყურება ხოლმე თან ყველას ხო ერთნაირად და ანუ ზოგს ვაფშე არ შემჩნევა ყველაზე არ ვსაუბრობ ცხადია მაგრამ ვისაც ემჩნევა იმაზე მაქვს საუბარი და იმე მაგალითად ვხედავ რომ მემჩნევა და ხა ცხადია ხო ეს გადატკეცილი იყო 70 კილო ვიყავი და სულ სხვა ფორმა იყო და ხა დაიკლო დაიჩუტა და ხო უნდა დრო რო ჩადგეს ისიც თუ ჩადგება საერთოდ ხო ვიღაცის ჩადგება ვიღაცის არ ჩადგება გაჩნია კანს აქ უკვე ნუ კიდე სხვა ფაქტორებიც არის ბევრი მაგრამ კანზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ასე არჩევენ შენზე უკვე რა გინდა ანუ რას ირჩევ ეს რთული გზაა თან წონა დაიკლო თან შეინარჩუნო თან მე არ მოგწონდეს შედეგები ანუ ეს რთული გზაა და ის უფრო ადვილია რომ აუშვა და ჭამოსვა რაც გიყვარს და გადატკეცილიც გექნება კანი და ნუ იმას დაემშვიდობა რომ თქვათ ტანწერზე და იქნები აი უკვე ადამიანზე და არჩევანზე რა თუმცა მარტო აქ ტანწერწეტობაზე რომ იყოს კიდე სხვა ეგ ჯანმრთელობაზეც არის ჯანმრთელობაზეც არის ძალიან აი ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ გაიკეთა ეხა ბარიატრია გერმანიაში ცხოვრობს და TikTok-ზე დებს ხოლმე ვიდეოებს და იმან თქვა რომ აი ყოველი კილოგრამის კლებასთან ერთად ვამჩნევ როგორ უმჯობესდება ჩემი ჯანმრთელობაო აი მომიხსნა ქოშინიო, მძილი მომიწეს რიგდაო და ასე შემდეგ. და რაცა უნდა არ ვთქვათ, ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს და მით უმეტეს კიდე ახალგაზრდა ასაკში ვერ ამჩნევ და მე რაც უფრო ასაკი ემატება, უფრო ამჩნევ როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე წონა. ფილმში ვნახე ერთ ქალთან რომელსაც ახლა არ აქვს დაბადების დღე და მე აქვს რომელსაც არც დიდად არ ვუყვარვარ და დიდად კეთილს სინდისიერიც არ არის ჩემს მიმართ და ჩემიდან თვითონ ბევრი სარგებელი მიუღია მაგრამ ანუ არ უღიარებია და სინამდვილეს ჩემი სიყვარულიც არ აქვს გულში სიზმარში ვნახე რომ დაბადების დღე იყო მაგასთან და მივედი ანუ არიხდი და არავინ არ იყო ვიცოდი ტორტი მივუტანე
მიყავდა ძალიან მიხაროდა რომ მივედი და ტორტი მიუტან და თამგრძნობდი როგორ მიყვარს. თან ჩემ თავზე ვნებოდი სიზმარში. სულელი ხარ მეთქი? იმიტომ რომ ხო იცი მეთქიო თვითონ ეგრე არ არის მეთქი შენ დამითქო და მე ჩემი თავი მეუბნებოდა რა მნიშვნელობა აქვს თვითონ როგორ არისო მთავარია შე როგორ ხარო. აი მე არ შემიძლია ჩემი თავი სატანა ხალხნო. რაღაცა სხვა მინდა რომ ზედა ჩავიწო. ეს უნდა დავალაგო ეს ისა. კარადა, თორე ზამთრის რაღაცებიც აქ არის, ზაფხულის რაღაცებიც აქ არის. ერთმანეთშია ყველაფერი არეულდა რომ გავხსნი გული მისკრება და ნერვი მეშლება. და აღარ ვიცი უკვე სად რა არის, იმიტომ რომ ყველაფერი აქ არის. ხო და უნდა დავალაგო. ამას вообще რა უნდა. вообще არ ვიცი სად არის. არა უნდა დავალაგო, თორე აღარ შემიძლია. вообще არ შემიძლია აქ. მოძრაობა. ის სად არის გარეთ ამაკ ჩამოკიდებული მოიცათ. ალბათ გარეთ არის წამოაბო ნახოთ. ნახოთ აბა გარეთ არის ალბათ. რას ვაკეთებდი, რატო ვიყავი? მაშ. ჯა. Წავიდღა მოვიდუყოთ. ოკეი. ოკეი მეგობრებო. სამშვიდობისა ყველას. მიყლა ხარ ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი. დრა ლა 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 ლა. ჯენი ბაჯაჯადანი. na 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 na. ჩემი პატარა ძაღლი და ის მოვიტანოთ დასადები. ჩემი პაწაწა ძაღლი. რა? skip? ეს რა არის? ეს რა არის? ეხლა მინდა რომ შევწვა მოვხალო მიწი თხილი ამას κρემად შევდებ ეხლა არ მჭირდება და მოვხალოთ მიწის თხილი ეს მიწის თხილი არ მომეწონა აქ აღარ ვიყიდი მეტად ბევრია გაფუჭებული ჭიანი რავი რატო იყო ჩაუმძაღდა თუ რა ვიცი რა ქვია იჩრჩილი და რაღაც გაუჩნდა რო ვიყიდე და გავხსენე უკვე ეგეთი იყო ადასრუ მან ყიდულობდი მაგრამ აღარ ვიყიდი მე არ მიყვარს ეგეთი მეყავს შემოწმებული და ბლა 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 ასე უნდა მე რაც დარჩა გავხსნა და იმას ქნა გავანიავო
და ფულ შეუბერო, თორე ბოლოს უკვე ვეღარ შეჭამ ისეთ. ეს ახლა მოვიდოთ ყავა, ოღონდ ის არ მინდა, ის ყავა, ეს ყავა მინდა. ეს ერთი უკვე დავლია. და ეს იქნება მეორე. თუ ის მინდა. ვაიმე. ნი. ეს თუ ის თუ ეს. გარეთ არის შეუბრალებელი მზე უკვე. მოსანახე რა მზეა. სანახე. ხალ წვიმდა, აქავრაბარი ნაწვიმარი, საოცარი ხაერია, ბონი მზეზე ზის. ის და რაღაცას ჭამს. ფონის ორი განუყოფელი ის არის, ერთი არის ჭამა. მეორე პატრონის სიყვარული. ეს მაისური მეჩვენება დამიმოკლდა. ხოდა რატო დამიმოკლდა, ვერ გავიგე, განში წავედი, იმიტომ. აიმე. დამშვიდობისა. ყველას დილამშვიდობისა. აბა ხალხნო, ეხა მოვადოთ ყავა. არა, მოვიფიქრე, რომ ის მინდა მოდუღებული. ნახეთ, უყურეთ. პრესი მეცა. ესე რა ვაკეთებ ხოლმე. ჩანს, ნახე, ახე. რამდენი ხანი მე პრესს აღარ ვაკეთებ. ხედა? აი ეს. აი ესენი მიმჩნევა ხოლმე თუ გიჟდები. გიჟდები. კიდე გაგიჟება გინდა თქო შენ თქო? მე ისედაც როდის იყავი ნორმალური, საერთოდ თქო. ეს მინდა მე. პატარა. ესე იგი, იკა მიდიოდა 7:30 იყო, რომ გამეღვიძა მე. ხო და შევედი ლაივში და ლაივში კი არა კაცო იმაში, TikTok-ში და ქეთი და მისი ქმარი უკვე ლაივში იყვნენ. 7:30 ხალხო რომელ საათზე იღვიძებენ არ ვიცი. 6-ზე იღვიძებსო იძახდა უჩა, მაგრამ 7:30-ზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი წრისა იქნება ქეთი? ნეტა მე მქონდეს მაგდენი ენერგია, მაგასაკში კი არა ეხლა. ესე იგი, რომ უყვებხობენ რამდენს ცეკვავს, რამდენს ღერის, მერე ლაივი რამდენი ხანია ჩართული დღეში ორჯერ. ხო, მერე ისა დადიან სულ დადიან კიდე. ანუ ფეხითაც, ტრანსპორტითაც, ანუ თბილისი, კახეთი, რა ვიცი. მერე ახლა 6-ზე დგებაო უჩამ და მართლა უჩა გამოწკეპილი დაყავს. როგორც თვითონ ამბობს, საერცხი მანქანა დაისაუთ, ხელით ამ სიგძე კაბებს რეცხავ. ვაიმე, ცხოვრებაში ამ სიგძე რაღაცას ხელით ვერ გავრეცხავ. რომ ძმომკლან. ენერგია კაია. შევთანხმდეთ. შეიძლება ვიღაცა არ მოგწონთ. შეიძლება ნეიტრალური ხართ, ან შეიძლება ნეიტრალურიც არ ხართ, მაგრამ ჩემთან სხვას ნუ რა ვის, ნუ გალანძღავთ. ჩემთან სხვისი ლანძღვა არ იქნება.
და ვისაც უნდა სხვის იმბლანძღველი ბევრია, ბევრს იპოვის მასებს. ჩემთან ეგ არ იქნება. Please. და რომ ციყოს არ გავაჩერებ, იმიტომ რომ არ მინდა ლანძღვა, არავისი. არ ვარ მე ადამიანი. მე ანუ მინდა ცხოვრება იმითი რომ კი ვხედავ იმასაც, მაგრამ ვირჩევ, რომ ჩემი ყურადღების ფოკუსი იყოს არა მძღნერი, არამედ ვარდები სურნელოვანი, ლამაზი და მშვენიერი, იმიტომ რომ ამ ქვეყანად ორივე არის. კი, მე როცა ვარც ყნოსავ, მე არ მგონია რომ მარტო ვარდი არსებობს, მაგრამ მე ვირჩევ, რომ იმ წნეში კი ჩავარდე სახით და ესე ვიქექო და უიმე რა საშინელება ამეთქი ვიძახო. არამედ აი ვარდებით ვიყო გარშემორტყმული და რა მშვენიერია მეთქი ვთქვა და ადამიანებშიც მირჩევნია რომ ეგ დავინახო და ყველგან. მე ვარ ესეთი და მე ამას ვირჩევ. ვისაც ეს არ მოწონს, რაც მოწონს, როგორც მოწონს, ისე მე არავის არაფერს არ ვუშლი, უბრალოდ ჩემს არხზე, ჩემს პირად სივრცეში არ იქნება ნეგატივი და ლანძღვა და გინება და სხვის შეურაცხყოფა. всё. მე მგონი ძალიან ადვილია, ადვილი გასაგებია. არაფერი რთული. ჩემი დილის კოფე, ასე. დღეს პარასკევია, ხო ხალხო? დღეს არის, რა არის დღეს? 20, ხო, და პარასკევია. მაისიც მორჩა, ღმერთო ჩემო. თან ესე მეჩვენება, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ჩქარა გადის დრო. ანუ ბავშვობაში მეჩვენებოდა საუკუნე იყო ისე ნელა გადიოდა დრო, ეხლა მეჩვენება რომ ძალიან ჩქარა გადის და რაც უფრო დრო გადის, კიდე თითქოს უფრო ჩქარა გადის. დაწერეთ, აბა თქვენ თუ გაქვთ ეგეთი შეგრძნება. ძალიან მინდა შოკოლადი და თუ მაქვს არ ვიცი. კი, ორი ცალი ხო ვიყიდე. ნახეთ, რა შემხვდა. ერთ შევჭამე ახლა, რომ ორი მერე მქონდეს. იმიტომ რომ მერე უფრო მინდა ხოლმე მჭამის მერე დასაყოლებლად. და თხილი არ დაეჯახო, არ გაბედო. კარს ისე დავემუქრე. გეგონება ეხა ჩემი შიში დგული გაუსკდება. თორმეტი. და ცოტას კიდე ცალკე ბონისთვის წავიღებ, თორე არ მაჭმევს. კაი, აქ შეიძლება მგონი უკვე დაჩნომა. ხო. კი არის მაინც მზე, მაგრამ ისე აღარ. აი ვსწუთე. დილამშვიდობის ხა გამოვიდა მზე. ინტერნეტი არ არისო. ძალიან გული დამწყდა იმაზე, რომ ჩემი ესეთი მაყურებლები, რომლებიც ძალიან მიყვარს და დიდი ხანია მიყურებენ, სხვის არმე გულში ნეგატივი აქვს და ისინი კიდევ ვინც საერთოდ, რა ვიცი, კომენტარშიც არ წერდნენ და არც ჩანდნენ, ხედავენ და ესმით და გამოჩნდნენ და აი არ ვიცი, გამოცნაურია ხოლმე ცხოვრება. მარიამ საერთოდ არ ვიცი, ვინა ესეთი, მაგრამ იმაზე ვგიჟდები ყველაფერს და ესეთი სწორი პოზიცია რომ გაქვს უსტად ვიცი, რატო გიყურებ. ეს ჩემთვის რა ბედნიერება, აღმერთო მარიამ, როგორ გამობედნიერა. და იყო კიდე მსგავსი კომენტარი, რომელიც დალაიქებული, მაგრამ ხა აღარ გამომიჩნდება.
ლელუნი მშვიდობიანი ღამე მიყვარხარ ამხელა აუდიტორია ყავს ყოჩაღნი მადლობა რომ ყავხარ მადლობა თქვენ რომ ყავხართ ძვირფასება მიყვარხართ ძალიან ლინ მიყვარხარ როგორ მიცნობიარე ადამიანი ხარო ისე ლელუ მეუბნება მე ძალიან მიყვარხარ ძვირფასო ვიოლა საერთოდ არ ვიცი ვინ აქეთი მაგრამ 100% მართალი ხარ ნინის ხვისი ცხოვრება და პიროვნება არავის განსახილველი არა სანამ ეს ადამიანი მკვლელი და კრიმინალი არ იქნება ყველამ თავის ერთ ადგილს უნდა მიხედოს შენ მართალი ადამიანი ხარ მადლობა ჩემო საყვარელო დიდი მადლობა ხო ანუ ისედაც არ აქვს ანუ უფლება ადამიანს რომ გქონდეს რაღაცა თქვათ პრობლემა ფსიქიური არავის არ აქვს უფლება ძალით გადაიყვანოს სადმე აუ კონზეა ძალით გადაიყვანოს სადმე და ძალით უმკურნალოს ამის უფლება აბსოლუტურად არავის არ აქვს ძალით გადაყავთ მარტო მაშინ თუ მაგალითად ადამიანს ანორექსია აქვს და თავს იკლავს შიმშილით ანუ თუ თავის თავს ვნებს გინდას შიმშილი იყოს და გინდა თავის მოკლას ვცდილობს და ამ შემდეგ და მეორე როცა სხვებისთვის არის საშიში ანუ სხვების სიცოცხლეს ემუქრება всё არავის არ აქვს უფლება ძალით ვინმეს რამე ძალიან ტკბილი გამკეთებია ეს ხავა შევიდეთ აი მე რა კაია გრილში ჯდომა ხო ასე რომ არავის არ აქვს უფლება რომ ვინმე ძალით რამე სიკეთე შეამთხვიოს რომელიც ადამიანს არ უთხოვია მით უმეტეს როცა ეს სიკეთე ფსიქიატრიულის დიაგნოზია ნანა მიყვარხართო მადლობა ძვირფასო ირმა არ ვიცი რატო მაგრამ არ გამიხსნა კომენტარები იმ ვიდეოზე ქეთიზე რომ იყო საუბარი რატო შენ ისეთი გულისახარ ჩემო საყვარელო რომ ვიცი როგორ განიცდი იმ ცუდ კრიტიკას რაც ქეთის უწენ ყველაფერს რეალურად ხედავ და რეალურად შეფასებისად აკეთებ მართალ დასკვნებს მიყვარხარ ძალიან მე ძალიან მიყვარხარ ირმა ძვირფასო უზომოდ და ძალიან გაფასებ ნიმიკვირს ამ ხალხს რატომ სიამოვნებს ქეთის ლანძღვა გაანებონა სკროლ ნამდვილი ბოღმა კომენტარი ეს როგორ გაბორდა ქრისტიანი ხალხი დაივიწყარისთვის მოგვირდა უფალმა ამ ქვეყნის გული შემტკივა ამ ყველაფერს მეც ძვირფასო მეც ძალიან მაგრამ ადამიანებს ეს უყვართ და რადგან ამბობს რომ აი სოფლიო დონის ვარსკვლავი ვარ და ვთქვათ არ აქვს შესაბამისი ხმა და რაღაცა ანუ ამიტომ ვითომ გიჟია რა ანა აი რუსულ TikTok-ზე ძალიან ბევრი ადამიანია ერთი როფლიც ეძახიან ანუ როცა ტყუილებს იძახის ადამიანი ერთი ქალია მუკბანგებს იღებდა და სულ იძახდა რომ ბავშვთა სახლში მყავს ჩაბარებულიო და აი მე მუკბანგს ვიღებ და ბავშვი ბავშვთა სახლში მყავსო და მე მჯეროდა ხო და მე რა თქმა უნდა მივხვდი და გაირკვეო ანუ უბრალოდ ხალხს აბოლებდა იმის რომ ელანძღათ და მეტი ის ქონოდა ნახვები და აქტივი ასე ვთქვათ რომ აი როგორ დაიცით რა ამბავი კომენტარი შენ რა დედახარ ბავშვი ბავშვთა სახლში ჩააბარე და აქ ჭამდა ის ამბავი ხო აბა ხა ბავშვს საჭმელი რატო უნდა დავხარჯო მე შევჭამდა იმას იქაჭმევენ ალბათ და ანუ რა ამბავი იყო იცით მეორეა კიდე იანა გეცოდინებათ ბევრს თუ მოკბანგებს უყურებთ ისეთ ამბებს ყვება ხოლმე ეგეც რომ აი რავი მოგონი ამ ჩემგან ეგ შორია ნინი ლამაზი ძალიან ლამაზი ხარ ძალიან ლამაზი მაგას მიყვარხარ კარგი ადამიანი ხარ მადლობა მარიამ ძირფესო ნატო ეხლა ვუყურებ ბოლომდე გენაცვალე როგორ მიყვარხარ ნატო ნატო მიყვარხარ ჩემო ძირფესო გოგო გაოცებული გისმენდი როგორი აზრიანი ახსნა გადმოცემა გაქვს
მიყვარხარ სხვების განსჯა რომ არ არის შენში მართალო გოგო ნინი შენი ვაიმე მძღვენი შენი არ იყოს ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლას გაბედვა ხომ უნდა კეთიმ გაბედა ღმერთმა შეარგოს ვისაც შნო აქვს იოლად ფული შოვნის ვის რას უშავებს არც არაფერს მინდა გავიცდე მინდა ავსკვლავ მეტი პრობლემა და დარდი არ მომწეს მას მისი ეყოლა მე რატომ უნდა ვლანძღო ვერ მოგეწონება ყველაფერი ოჯახშიც კი იმხიარლოს ვის რას უშავებს გულით ვამბობ მიყვარხარ ნატო ძა მიყვარხარ აი უზომოდ მიყვარხარ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და გაფასებ ძალიან აქ ორი წელი გაფუჭებულია იმიტომ ერთი იქიდან ავიღე და ყველა კარგ და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს ვაფასებ ანუ მე ვხედავ ადამიანების ფალს თუ კი ადამიანი იტყუება რამას ისე არ ამბობს რაღაცა და ყველაფერს ვხედავ ამის გამო ქვას არ ვესვრი მე არავის და ასე ნაშოვნი ფული კიდე სხვათა შორის ძალიან რთულად ნაშოვნი ფულია შეიძლება უფრო სწრაფია მაგრამ აი ამ ხალხ ჰეიტს ძალიან ბევრი იმ ადამიანთაგანი რომელიც ყოველ დღე ზის და კომენტარებში ლანძღავს ვერ გაუძლებდა დარწმუნებული ვარ ამიტომ საკმაოდ რთული სამუშაოა დაკვირვები ხართ რომ ადამიანებს უყვართ სხვისი დაბულინგება ანუ იყო პერიოდი რომ კესარიას და ტრანსგენდერებს აბულინგებდნენ ანუ რატომ ხარ განსხვავებულიო ხო ესეა იყო პერიოდი რომ შორენა ბეგაშულს აბულინგებდნენ ასეთ და ისეთი ხარო ანუ აი მაგალითად მაია ასათიანს აბულინგებენ ისაც ყოველს აბულინგებდნენ მაგრამ ანუ რატო ხარ ცოცხალი რატო იცინი ხარ კარგად რატო გამოიყურები რატო იღიმი ეხა ერთი დედა შვილი ყავს დაავადებული კიბო აქვს და ანუ მკურნალობენ რა ჯოჯოხეთს გადიან და ანუ კომენტარში ხალხ საქმეს უჩვენ ტურჩები რატო გაქვს დაბერილი შენი შვილი როცა სულად არის კაცო იქნება ის ადამიანი აი ესე ბრაუჭება იმას რომ გადარჩეს შენ გონია თქვენ გონიათ ვინმეს გონია ვინც ამ კომენტარს წერს იმას გონია რომ თუ ეს ხალი დაჯდება ტირილს მორთავს და საწოლიდან აღარ გაუბედურდება ამით შულს დაეხმარება იმ შულს არ უნდა და არც ერთ ადამიანს ხა მეც და შენც და რა ვიცი ყველა რო ვიყოთ აი რო იცი რო კვდები ან შეიძლება არც კვდები ღმერთმა დაიფაროს ის ბავშვი ისე ვიზახი აი როცა ცუდად ხარ ხო იცი რომ ცუდად ხარ და შენ გვერდზე მყოფი გინდა ოჯახის წევრი დედა ვინც გინდა იყოს დგას და ტირის, ანუ შენ ცოცხალი, ანუ საშინელებაა, დიახ, მე მინდა რომ კარგად იყოს, ვინც მე მიყვარს, კარგად გამოიყურებოდეს, რაც თვითონ უხარია, იგივე სპორტით დაკავდეს, ან წონაში დაიკლოს, ან ტურჩები დაიბეროს, რაც უნდა ის აკეთოს. არა მარტო სანამ მე ვარ მაგალითად და ცუდად ვარ, არამედ მე როცა მე არ ვიქნები, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ თან გადაყვნენ და ასე შემდეგ. ფიქრობდი, რომ მინდა რომ ჩემს შვილს დაუბარო, რომ აი თუ არენდომება საერთოდ ნუ მოვლენ ჩემს საფლავზე, როცა მოვკვდები. იმიტომ რომ ანუ არ მინდა რომ მათთვის ეს იყოს რაღაცა აბიზალოვკა, ასე ვთქვათ. არ მინდა რომ თავს ცუდად გრძნობდნენ ამის გამო. მე რეალურად რო ვარ, ანუ ჩემს შვილებში ვარ, მე ისინი გავაჩინე, ჩემი რაღაც ნაწილი მათში არის და მე მათში ვცოცხლობ, ეს ერთი, რომ ვთქვათ, დნმ-ურ დონეზე და მე მეორე რომ ვთქვათ კი რომ მათ გულებში ვცოცხლობ და ეს საკმარისია. ჩემი სხეული იქნება იქ, ჩემი სული იქ არ იქნება. თუ ენდომებათ რომ მოვიდნენ და ეს მათ გულს პირიქით დაუმშვიდებს და მათ ენდომებათ მოვიდნენ, თუ არ ენდომებათ საერთოდ ნუ რასოდესაც ნუ მოვლენ. ანუ ჩემთვის თავარია, ჩემ შვილებს მე როგორ ვემახსოვრები და როგორ გამიხსენებენ და როცა დედას იტყვიან, მათთვის ეს რა იქნება, ეს ასოციაცია და ანუ ისიც მინდა ვუთხრა, რომ როცა იქნება და როცა მოვკვდები, ანუ არ იჯავრონ ამაზე, უბრალოდ გაიხსენონ რა ბედნიერება ის, რომ მე ვიყავი, ის რომ ისინი არიან, ის რომ ერთმანეთი ყავდა და აი ეს კი გლოვას აქვს თავისი დრო, გლოვა გინდა არ გინდა იქნება, მაგრამ ეს უნდა დამთავრდეს, ეს თერცხვება არ უნდა გაგრძელდეს, ანუ არ მინდა რომ სხვა თავის ცხოვრება
ვაივისში გაატაროს ჩემს გამო, მე არ მინდა. მე ის ადამიანი ვარ, ვისაც დედა რომ მოუკვდა, ანუ რამხელა სიმძიმე იყო ჩემთვის დედა რომ მომიკვდა და ვევედრებოდი, ვემუდარებოდი ლიას, რომ ფერადები ჩაეცვა, რომ წავსულიყავით ერთად რამე ეყიდა ლამაზ და ეგინ ჩაეცვა, რომ თმას შეიღება, აი ჭაღარად მიდადიოდა მთელი ჩემი სკოლის პერიოდი, სკოლა რომ დავამთავრე მე, ანუ რავი, მე კაი ხნის მერე დაიწყოთ მის შეღება, აი თითქმის უჭაღარა ქონდათ, მაგრამ და ანუ სახში იყო სუგლოვად, ანუ რეალურად მე ეს არაფერში არ მეხმარებოდა. პირიქით მე მინდოდა ის ბედნიერი ბავშვობა მქონოდა. ხო და ანუ ჩემთვის ეს უფრო კარგი იქნებოდა. დედა ჩემსაც ხმის გაგონება რომ შესწლებოდა, ამას ეტყოდა, რომ გლოვაში კი რა სიცილში გაზარდეთ ჩემი შვილიო და ანუ მე ხო ვიცი ახლა ეს. იმედია ხმას იწერდა ეს. იმედია იწერდა ხმას. ამდენი ხანი ვილაპარაკე, უნდა ვნახო. ხო და შესაბამისად იმას ვამბობდი, რომ უნდა ვიცხოვროთ. ერთი ცხოვრება გვაქვს, უნდა დავტკბეთ ბოლომდე სრულიად. და ყველა ისე როგორც ჩვენ სულს და გულს გავხარდება და აი ადამიანებს კიდე უყვართ სხვების აი ვიღაცის ამორჩევა და იმის ლანძღვა, ვიღაცა სგირს ეძახიან, ვიღაცას ბოსს ეძახიან, ვიღაცას ცუდ დედას ეძახიან, ვიღაცას ეძახიან, აი შენ ტრანსი ხარ და ამიტომ ცუდი ხარ. და ანუ არილევა მიზეზები ხდები, ანუ ყოველთვის მოძებნიან ვიღაცას და რაღაცას, რაზეც შეიძლება პრიზრაცა რო იტყვიან რუსულად, ხო, გამოეკიდო, ჩაავლო და აქციას აძულელ ობიექტად და არის ეს ხალხში სამწუხაროდ. აი თუნდაც ახლა ქეთი ქველაძეს რამხელა ჰეითი ქონდა ქეთის. ეხლა ძალიან ძლიერი გოგოა და ძალიან ბევრი გამოიარა და ფეხზე მყარად დგას და პატივით ცეს, იმიტომ რომ გაუძლო ყველაფერს, მაგრამ რამხელა ჰეითი ქონდა. ეხლაც აგან არ აქვს, მაგრამ ეხლა აღიარეს და ისეთი აღარ აქვს, როგორც მაშინ, როცა თავიდან, ხო? რაოდე? ხო. არ ვიცი, ადამიანებს უყვართ ეს. რატო არ ვიცი? და კაია რომ არ ვიცი და რომ არ მესმის, მიხარია მე ეგ, მაგრამ ფაქტია რომ უყვართ. ანუ ადამიანს არ შეუძლია მოისვენოს შვიდაწყნარად, როცა ყველაფერი კარგად არის. აი ვიდეოებსაც რო დააკვირდეთ, როგორ ვიდეოებს უყურებენ ადამიანები. ერთი ან სადაც რამე ხდება, ისეთ საინტერესო და კარგი და მეორე სადაც რაიმე საშინელება ხდება, ვიღაცას ლანძღავს, რაღაც საქმის გარჩევები ხდება, რაღაცა მოხდა, რაღაც ჩხუბია, რაღაც ანუ რამხელა ინტერესია, თუნდაც აი პოლიტიკაში და იქ რომ მოხდება რამე. ან აი ვიღაცა ღმერთმა დაიფაროს და დაიღუპება და რაღაც რამდენი ხანი ატრიალებენ ამ ყველაფერს, ხო? ვიცი. როგორ ფიქრობთ, რატო გსიამოვნებს ადამიანებს ეს ცუდში ჩაღრმავება და ამის გარჩევა, ამის მოსმენა, აი ამაში ყოფნა, რატო, რა არის ამის მიზეზი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მე არ ვიცი. თქვენ დაწერეთ თქვენი აზრი. იმიტომაც არის ეს ომები და მთელი კონფლიქტები და ისინი, რომ ადამიანი წარმოიდგინე გამოქვაბულიდან გამოვიდა, მაგრამ ხასიათი იგივე აქვს. ანუ ჭირდება ეს. აღარ არის ბარნი? მე ჭამე ბარნი. შენ შეჭამე ბარნი? შენ შემოგელოს დედა. დილამშვიდობისა ჩემო საყვარელო. მიყვარხარ, მოდი მაკოცე რა. კიხოწები ძალიან მინდა რომ მაკოცე. მე მოდი ხმ. მე ბარნი ჭამე. კი, შენ ჭამე ბარნი, მოდი გაკოცე. მე კიდე გიყიდი. უნდა იგი. მამენა 4 ბარნი. 5 ბარნი. 5. შენ გიყიდე. მე ვიყიდო? სუპერი ვიდე და სუპერ გმირდედა და ამიტომ მე ვიყიდო? ერთად წავიდეთ. ევა არა. რატომ? ევა არა. რატომ? დედა. ევა და დედა წავიდნენ ერთად. დედა და ევა. ევაც წამოვიდეს. ეს არის მაგრამ ხო, დედა წავიდეს, ნახე. სუპერ გმირდედა ხარ და ამიტომ და მიყიდო. რა ხიპიოს და აი მე ის თავის იმას ჭამს სათამაშოს.
რომ შვიდობი შეტკაბილებოდა ძვირფასება მიყვარხართ მე ამაყებით მე იმედებით მაბედნიერებ და ძალიან მიხარია რომ მე მყავს ისეთი აუდიტორია მაქსიმალურად მიმღებელი და გამგები და რაც რო გაის უფრო და უფრო მშორდებიან სხვანაირი ადამიანები და ეს ძალიან მახარებს იმიტომ რომ მინდა რომ ისეთი community რო იყვნენ მყავდეს ჩემნაირი აზროვნების და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ არხი მიყვარხართ